ეხა ეს ერთი ის არის ხაზი და ეს მეორე. კაი, მერე ხო, ანუ აქ ხა უნდა დავაკვირდეთ, რომ გვაქვს კარები, ჩვეულებრივი კარები გვაქვს. ეს არის ვიტრაჟული კარი, ანუ რომელიც მაღალი არის და ეს არის პანჯარები, ესენიც მაღლები. და როგორ ამოვიყვანოთ ახლა ესენი. ეს ჩვენი გარეთა კონტური, ახლა გადავაქციოთ edit poly. და ანუ უკვე შეივსება რა, outline-ი აღარ არის. მერე ამის მერე ავირჩიოთ ეს edit poly და ავირჩიოთ პოლიგონები. და კონტროლით ეს ზედა პოლიგონები მოვნიშნოთ, მაგრამ ერთი რაღაც მნიშვნელოვანი არის მონიშნვის დროს. თუ მონიშნვის დროს გაქვთ move-ზე, ანუ არჩეული, ახლა move-ზეა ეს არჩეული. აი შეიძლება რომ მონიშნვის დროს ოდნავ გაიწიოს ობიექტი რა, შემთხვევით. ამიტომ შეეცადეთ რომ რაღაცებს როცა ნიშნავთ, აი ესე ცალ-ცალკე გადახვიდეთ select objects. ეხლა არის select objects-ი რა და ეხლა უკვე არსად აღარ გაიწევა შემთხვევით ობიექტები. მოვნიშნოთ ეს ზედა ყველა და ეს არის extrude დავაწვეთ. ხო, ეხლა აქ ჩავწეროთ. აი მოდი ჩავწეროთ ჯერ 100 და დავაწვეთ OK-ს. მერე ისევ დავაწვეთ extrudes და ეხლა ჩავწეროთ 120 და ისევ დავაწვეთ OK-ს. მერე კიდევ ერთხელ extrudes დავაწვეთ 100, 120, 220. ეხლა დავაწვეთ 50 ავირჩიოთ. ჯერ 100 უნდა მიგეთითებინეს ან მერე 120 და მერე 50. და ბოლოს კიდევ ერთხელ დავაწვეთ რომ ანუ ჭერი ჯამში 3 რო გამოვიდეს 100, 120, 220. 250-იანი გავაკეთეთ? არა, ერთი. და ბოლო უნდა იყოს 30. ანუ აი ესე დავაექსტრუდეთ რა, ერთხელ 100-ზე, მერე 120-ზე, მერე 50-ზე და მერე 30-ზე. ვინმესთან სხვა პროპორციები არის? კაი, მერე ხა ავიღოთ ამას გავუშვათ ცოტა ხნით ამ გარე კონტურს და ავიღოთ ეს შუა. და ესეც გადავიყვანოთ edit poly-ში. და ისევ ეს პოლიგონების ზედები მოვნიშნავთ. ხო, მოვნიშნოთ ეს ზედა პოლიგონები და დავაექსტრუდოთ. ეს უკვე პირდაპირ 300-ზე დავაექსტრუდოთ. ანუ 3 მეტრს. ხო, კი. ბიჭებო, ახლა ხსნე, ანუ ნახაზი როგორ შევიტანოთ 3D Max-ში და როგორ ამოვიყვანოთ. ხო და უკვე საკმაოდ ახსენი და ჯობია ახლა სხვას მიუჭდეთ ვინმეს. და მერე სახში უნდა გაიაროთ ეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ის არის რა, სცენა უნდა ავაწყოთ და ეს არის პირველი ეტაპი სცენის აწყობის. ხო, ახლა სადმე მიუჭეკით იმის რომ
ცოტა აზე მოხვიდეთ ნახაზის იმის ამოყვანის. ამოწიეთ ეს 3 მეტრზე, ანუ 300 სანტიმეტრზე. ამოწიეთ? ხო, სანამ ამას წევთ, თქვენ უცებ აგიხსნით, რომ ანუ ესე შემოვიტანეთ მოკლედ ნახაზი plane-ზე, მერე ჩვეულებრივად მატერიალით გადავადევით, მერე UVW method აქ არის ესეთი bitmap fit-ი რა, რომ ზუსტად პროპორციებში ჩაგვესვა ეს გავასწორეთ და მერე ანუ რაღაც ზომით რო დაგვესვა ზუსტად, აი ეს 1 მეტრი ავიღეთ ზომად და 1 მეტრიანი კუბი ავაგეთ აქ და ზუსტად ეს დავასქეილეთ ამ 1 მეტრიან კუბიკზე და მერე ამის მერე ლაინებით, ანუ ამ კონტურებს გააკეთებთ ზუსტად და მერე ერთმანეთზე რო დაატაჩებთ ამას edit polish-ში გადაიყვანთ და მერე ამოვწიეთ extrude-ებით და აქ ვართ და გაჩერებული მოგვიყვანთ. კაი. ხო, ახლა ეს ანუ ეს რატო დავყავი ხა ნაწილ-ნაწილ რატო ამოვწიე რა? იმიტომ რომ ანუ ზოგან უნდა იყოს კარი, ანუ ზოგან კარი უნდა იყოს, ზოგან ფანჯარა უნდა იყოს და ზოგან ვიტრაჟი. ეხლა აქ ანუ ეს და აი ეს 3 არის ყველა კარი. ხო, ამისთვის ეხლა ავირჩიოთ ეს გარე ჩვენი პერიმეტრი და გადავიდეთ პოლიგონებზე. და ეხლა მოვნიშნოთ აი დავაკვირდეთ რომ ეს არ გქონდეს movie მონიშნული, მონიშნის დროს რამდენიმე რაღაცას რომ ნიშნოთ. Q არის shortcut-ის select-ის, ანუ აი ამის select object-ზე უნდა გქონდეს დაყენებული რა ეს. და control-ით მოვნიშნოთ აი ეს პოლიგონები. ანუ პირველი კარის ზედა 2 პოლიგონი. ანუ ესე მოვნიშნოთ ხა და შემდეგ ქვემოთ option-ი რო არის bridge-ი არის ბევრი. ხო, bridge-ით შევაერთებთ ამას. ეს შევაერთეთ? ხო, იგივე გავაკეთოთ ხა მეორე კარზეც. ესენი მოვნიშნოთ. bridge-ით შევაერთებთ. და ამ თავარ კარზეც იგივე. კონტროლი არის რამოდენიმე ობიექტის მონიშნა ერთად. bridge და okay. და ხო, ეხლა ვხედავთ რომ ანუ კარის ამოჭრები უკვე ესე მარტივად გვაქვს. და შევაერთეთ ხო ყველა კარი. აი, მე გადავიდეთ, ანუ ეს არის ხო, ეს არის ფანჯრის ამოჭრა რა, აი აქ უნდა იყოს ამოჭრილი ჩვენი ფანჯარა. ამისთვის მოვნიშნოთ აი ეს ქვედა პოლიგონი მოვნიშნოთ და ზედა 2-ც მოვნიშნოთ. და ამ შემთხვევაში ანუ bridge ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ანუ bridge-ი ანუ მოპირდაპირ პოლიგონებს აერთებს რა. ამისთვის უნდა გავაკეთო extrude. ანუ აი სადაც რომელ მხარეს ვაკეთებ? ანუ კედლისკენ რო წამოვიდე აქეთ. შუა კედლიდან გვერდით აკედლისკენ. ხო, ეხლა ეს ზუსტად უნდა მივასვათ ამას და ამით ვერ მივასვათ რა, ამიტომ სადაც შუაში გავაჩეროთ ეს ჩვენი extrude-ი, okay ვიცეთ. შემდეგ გადავიდეთ Z-ხედში და ხედავთ რომ ანუ ეს არის ჩვენი დაექსტრუდებული ის რა, ეხლა პოლიგონი. მერე გადავიდეთ vertex-ებში, ავირჩიოთ ეს ყველა vertex-ი, ანუ Z-ხედიდან ესე რომ ნიშნავ, ანუ ყველა მთელი ჩაყოლებაზე მინიშნავს რა, აქ რო არ ნიშნა ეს საკითხავი. ამიტომ Z-ხედში გადავედი, ეს ყველა მომნიშნე
აი ეს ყველა მონიშნული მაქვს ხა და snap tools გავააქტიურებ, move tools-საც გავააქტიურებ და Y ღერძზე ზუსტად აი აქ მივასვამ რა ამ ქვედა კედელს. და ხო, ამით შეერთდება ეს ორი ჩემი კედლები ერთმანეთს და დამრჩება აქ ფანჯრის ესეთი ჭრილი. აი, რომ გამეოროთ ეს ჩემზე. კი ბატონო. ანუ აქ ხო ვართ ახლა. ანუ ნიშნავ აი ამ პოლიგონებს, რაც მინდა რომ შეერთდეს ამ გარე კედელთან, კონტროლით ნიშნავ. ხო მოვნიშნე ესე. მოვნიშნე? ხო, მერე ვაწვევი extrudes. სადღაც შუამდე, ნუ დიდი აზრი არ აქვს სანამდე მოვა ეს. და ვაწვევი OK-ს. გავაკეთე ხო ეს? მერე გადავედი Z ხიდში. ანუ აი აქ ვარ ახლა ნახაზი. გადავედი ვერტექსებში და ეს ჩემი ახალი ვერტექსები რაც დავაექსტრუდე ხა, ისინი მოვნიშნე ყველა. ანუ ესენი. ხო? მოვნიშნეთ? შემდეგ გავააქტიურებ snap tools და Y ღერძზე ამას წამოვიღებ და აი ამ ვერტექსს შევუერთებ. всё? ხო, იგივეს ვაკეთებ ზუსტად ხა ან მეორე პანჯარასთან. ანუ ამას მოვნიშნავ ამ სამ პოლიგონს ისევ დავაექსტრუდებ. ოკეი. მერე ვერტექსებს, ამ ვერტექსებს ავიღებ. აი ამებს. და snap tool-ით ისევ აი ამ გარე კედლის ვერტექსს მივუერთებ ზუსტად. და აქ გამომივიდა რომ ესეთი ორი რაღაც პანჯარა ამოვჭერ. всё, გავაკეთეთ პანჯრები. აი, მე აქ არის დიდი ვიტრაჟი რა ესე. ამიტომ ამ შემთხვევაში მარტო აი ეს ზედა ისინი უნდა ავიღო, აი ეს სუზემუთები. snap tool-ი როცა არ გჭირდებათ, უნდა გამორთოთ ხოლმე, თორე ხელს გიშლით. ეს და ამის მოპირდაპირე. და ნუ ახლა შემიძლია ისევ bridge-ით დავაკავშირო ესე. ну кай ისევ extrude-ით დავაკავშირე. სადაც ესე ახლოს მივიყვანოთ ერთმანეთთან. ჩემთან bridge-ით გააკეთე და გავაკეთე მაგას. ოკეი, თუ bridge-ი აკეთებს, bridge-ით გააკეთე. და მერე რომელიმე მხარე ერთმანეთს მივუერთებ. მივუერთეთ? ხო, ვინც ახლა bridge-ით არ გააკეთეთ და ესე გააკეთეთ, ანუ აქ ხომ მივუერთეთ ეს ვერტექსები ამას. ეხლა აქ არის 4 ვერტექსი, ანუ 8 ვერტექსია რა, სინამდვილეში 4-ს ხედავთ. და ამიტომ ეხლა ეს ვერტექსები რო ერთმანეთს შევაერთოთ კარგად, ეს ყველა მოვნიშნავთ. და აქ არის ესეთი ბრძანება weld-ი. და weld-ით ანუ უკვე დაკავშირდა რა ეს ვერტექსები ერთმანეთთან და ფორმა უფრო მყარი გახდა. ანუ weld-ი აი ორი ვერტექსი თუ ერთმანეთს აზის და გინდათ რომ გახდეს ერთი, weld-ი არის მაგის კომანდი რა ბრძანება. ხო, კი ბატონო, მე წამოვედი ისევ აქეთ. bridge-ით ეს გაკეთდა და შევაერთოთ bridge-ით. მაგ მარტო ერთი ზედა ხო? ხო, აქაც მარტო ზედა. მივიღეთ ახლა ეს ჩვენი გარე კედელი, ესეთია.
ზო გავაგრძელო? კაი. კაი, ახლა გავაკეთოთ ამის ქვედა ფილა რა, იატაკი. ამისთვის ეს რო გავაკეთოთ, გადავიდეთ Z-ხედში ისევ და აი ესეთი კონტური მჭირდება ახლა ისევ ლაინით გავაკეთოთ. შემიძლია აქ snap tool-ი დავააქტივრო უკვე და ეს ჩემი ლაინი შემოვატარო ამ გარე კონტურს. Shift-ის გამოყენება აღარ გვჭირდება, ხო? Snap tool-ის დროს აღარ ჭირდება shift. პირდაპირ თავისი თაფლობს. თან ზემოთ ზედა იმას დააკავშირა რა. მაგრამ აი გარეთ. მე ამას ჯერ გააკეთებ და გავაგრძელებ. ანუ აი ესეთი ის უნდა მიიღოთ მოკლედ. Outline-ი გარე კონტურების. მე ამ ჩვენ outline-ს გადავიყვანთ editable file-ში. როგორ? რომ ვაწვევი მარტო ერთ გარე outline-ის მონიშნავენ და მოინიშნა. კაი, მე ეს outline-ი შეიძლება ვამოწრავ რა. ზემოთ იმიტომ ამოვწიე, რომ კარგად გამოჩენილი. გადავიყვანოთ editable file-ში. მე ავიღოთ ეს პოლიგონი და extrude-ით ამოვიყვანოთ ესეც. და ამოვიყვანოთ სადღაც 20 სანტიმეტრზე დავუშვით. ხო, შემდეგ ეს ჩვენი ქვედა ფილა ჩავწიოთ ქვემოთ. გადავიდეთ ახლა left გვერდხედში რომელიმეში და ხო, ახლა ეს უნდა გავუმხვილო ამას. ამისთვის გავააქტივროთ snap tool-ი, move tool-იც და ხო, ჯერ გავააქტივროთ y ხედზე რა. რო გავააქტივროთ, ერთხელ უნდა დავაკლიკოთ აქ. ანუ ახლა უკვე გააქტივრდა ერთხელ დავაკლიკეთ და მე აი ამას მოვკიდოთ ხელი და წავიღოთ და დავაერთოთ ქვედა ამას. ქვედა კონტურს. და ესე ზუსტად მივასვამთ ამ ჩვენ ქვედა ფილას კედლებს. ეს ზუსტად როგორ მივასვათ, გავიგეთ თუ გავიმეორო. ანუ მოვნიშნოთ ეს ჩვენი ქვედა ფილა. შემდეგ გავააქტივროთ snap tool-ი. შემდეგ გავააქტივროთ რომელ ღერძზეც გვინდა რომ წავიღოთ ეს, ამ შემთხვევაში y-ი, ანუ ერთხელ კლიკით უნდა გავააქტივროთ. ანუ ერთხელ რომ დავაკლიკებ, უკვე გააქტივრდა რა ეს y ღერძი. ანუ ეხა x-ზე აღარ წავა ეს არსად. შემდეგ ანუ აი ეს ხო უნდა მივსვა ეხა აქ ზედა კონტური ქვედასთან. ზედას დავაკლიკოთ და არა უშვათ და აი ამ დროს რა ხა დავაკვირდებით რომ მარტო y-ზე არის ეს, იმიტომ რომ y გავააქტივრე. და ეხა ზუსტად აი აქ ანუ თვითონ მიაჩნდება რა. გავაკეთეთ? ოკეი. აი. ხო, ამის მერე უნდა გავაკეთოთ კარები უნდა ავაგოთ, პანჯრები და ნუ ეს ვიტრაჟები. ხო, ამისთვის რა უნდა? ანუ ზოგადად
თუ ეს ვიტრაჟები და ფანჯრები კარგად ჩანს და ანუ დეტალური უნდა იყოს. ჯობია რომ აი ამ საიტიდან გადმოიწეროთ ხოლმე რა. შეგიძლიათ კარებიც ანუ ყველაფერს იწერა მაგ საიტიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა ჯობია ავაგოთ. თან რომ ვისწავლოთ აგება ზუსტად კარის და თან ანუ მაინც ფარდები უნდა ჩამოეფაროს რა. და ეგეთი ზუსტი მოდელი არ არის აუცილებელი რომ იყოს, იმიტომ რომ ანუ არც გამოჩნდება დიდად. კაი, დავიწყოთ კარებიდან. ანუ ჩამალული კარი ხო იცით როგორც არის, ანუ ჩარჩო არ აქვს. მარტო ესე კონტურად რო ჩანს რა. აი ეგეთი კარები ავაგოთ აქ. მაგისთვის ეგეთი კარები რო ავაგოთ, ავიღოთ ბოქსი და გავაქტიუროთ ავტოგრიდი. ავტოგრიდი ხო ვიცით რას წაკეთებს? და ამ ავტოგრიდის გააქტიურების შემდეგ, აი სადღაც დაახლოებით ესე დავსვათ აქ ჩვენი ბოქსი. ანუ დაახლოებით კედლის სისქერო იყოს. ან შეგიძლიათ უფრო თხელიც იყოს. უბრალოდ აი გარე კონტური, აი ეს კონტური ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. შემდეგ გადავიყვანოთ ეს ჩვენი ბოქსი edit hole-ში და ამ ვერტექსებით, აი ზედა ვერტექსებს რომ მოვნიშნავ, ახლა შემიძლია წავიღო ეს. Oh my god. ანუ ავტოსეივს აკეთებს სამი მაქსი ოღონდ ჩემთან არ გავუკეთებია რა. თქვენთან თუ გააკეთა შეიძლება იყოს. ხო და ავტოსეივი რომ ნახოთ სად არის უნდა შევიდეთ